კიდევ ერთხელ მოვედი ამ ორიგინალური სახლის საჩვენებლად. ეს უკვე მეორედ 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა მყიდველები ერთი მხრივ გამყინვარება დაიწყო ჩვენთან. უსასტიკესი ზამთარია, მაგრამ მეორე მხრივ მყიდველები აგრძელებენ უძრავი ქონების მოძიებას. ისეცი ვარ, რომ გარეთ ვერ გავჩერდები, მაგრამ ასე გამოიყურება ეს სახლი მანქანიდან. აი ასეთი ორიგინალური არქიტექტურის სახლია. მე ამ სახლზე მოგიყვებით ცოტა ოდენს. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი სახლი. ანუ favorite ამერიკელები რო იტყვიან, მომწონს ორიგინალური არქიტექტურა, არ მიყვარს ჩვეულებრივი, მომაბეზრებელი, ნაცრისფერი ყოველდღიურობა. ეს სახლი არის აშენებული 61 წელს. და საკმაოდ უჩვეულო არქიტექტურის სახლი არის. თუ დააკვირდებით, იყო ასეთი არქიტექტორი, Frank Lloyd Wright. იყო მისი გვარი და სახელი, რომელიც ვისკონსინიდან იყო და ააშენა 500-მდე სახლი. მეტი წილი ვისკონსინში, მაგრამ სხვა შტატებშიც. და აი ეს სახლი, ანუ არქიტექტურა არის ზუსტად იმ სტილის, როგორსაც Frank Lloyd Wright-ი აშენებდა. ეთელი მიმართულება შექმნა ამ არქიტექტორმა craftsman style, ასე ერქვა. აი ეს სახლი არის მთლიანად ინსპირირებული ამ ადამიანის მიერ. ეს სახლი აშენა ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც იყო ავტომობილების ბიზნესის ფლობელი. ყიდიდა Fords და სხვადასხვა ავტომობილებს. ძალიან დიდი ხანი შემდეგ პენსიაზე გავიდა. იყო გოლფის მოყვარული, მაგრამ აი ეს სახლი მან ააშენა. კი ბატონო, და აქ ზემოთ ადიხართ კიდე 2 საძინებელი ოთახია. ანუ ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული, გააჩნიათ თქვენ რა გიყვართ. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი გემოვნებაა. ამიტომაც არის, რომ ეს სახლი საკმაოდ დიდი ხანი არის ბაზარზე, ასე ვერ გაიყიდა, დაიწყეს მაღალი ფასით 850.000-ად, ეხლა უკვე არის 624.000 და ჯერ კიდევ არ გაყიდულა.